საღამომშვიდობის უყურებთ კურიერს 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპისთვის ემზადებიან ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის ცნობილი 1 საათიანი მოლაპარაკებიდან, რომელიც სტამბოლში გაიმართა. ჩირაგანის სასახლეში რუსეთ-უკრაინის შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. კიევის 14 კაციან შემადგენლობას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა რუსეთის დელეგაციას კი პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოფიციალური ბრიფინგები ოდნავ მოგვიანებით დაანონსდა. რა შედეგებია ცნობილი ამ დროისთვის და რა წინადადებებით მივიდნენ მხარები ჩირაგანის სასახლეში. ლიკა ალელიშვილი გვერდდება დეტალებით კურიერის სტუდიიდან. თამთა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამჯერადაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა და მხარეები ახლატოვებენ სწორედ ჩირაგანის სასახლეს. ამ წუთებში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი აკეთებს ოფიციალურ განცხადებას მედიასთან, თუმცა იქამდე რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არის ცნობილი. ერთადერთი რაზეც რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მეორე რაუნდის დროს შეთანხმდნენ, ისევე როგორც მოლაპარაკების პირველი რაუნდის დროს, ეს შეეხება ტყვეების გაცვლას და მხარეები ამასთან დაკავშირებით მუშაობას უკვე დაიწყებენ. ეს ინფორმაცია მედიისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამასთან ერთად, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ და ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა გააკეთა განცხადება. უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს გადასცა ბავშვების სია, საუბარი არის ასობით ბავშვზე, რომელიც რუსეთის ფედერაციას ყავს დაკავებული ან ოკუპირებული, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ან რუსეთში გადასახლებულ ბავშვებზეა საუბარი. ეს ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მიაღწიეს თუ არა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მოსკოვმა და კიევმა, რომ ეს ბავშვები დააბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში უკრაინაში. ასევე მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება და ითქვა ისიც, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი აუცილებლად დაიგეგმება. ცნობილია ის ფაქტი, რომ შეხვედრა გახსნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისევე როგორც ეს მოხდა მოლაპარაკების პირველი რაუნდის დროს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, დაახლოებით 1 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია გავაგრძელოთ ორ ქვეყანას შორის ზავის პირობებისა და პერსპექტივების შეფასება. ამავე დროს ჩვენ გვსურს ჰუმანიტარული მოსაზრებებით ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში. ვგეგმავთ განვიხილოთ ლიდერთა შეხვედრისთვის საჭირო მომზადება. მიგვაჩნია, რომ რეგულარული შეხვედრები მხარეებს შორის დობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ღირებულია. ჩვენი ძირითადი მოლოდინი ისაა, რომ მოლაპარაკებები იქნება პროდუქტიული, კონკრეტული, პროგრესი მიღწეული იქნება მოკლეს დროში და სასურველი შედეგები დადგება. ვჯერა, რომ ამერიკის სურვილი და ამ მოლაპარაკებების მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მთავარია მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა. ასევე ზუსტად ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და უკრაინამ თავიანთი სამშვიდობო გეგმის დოკუმენტები გაცვალეს. ამას გაეცნობიან მოსკოვსა და კიევში და სავარაუდოდ უკვე მოლაპარაკების მესამე რაუნდის დროს საბოლოო გადაწყვეტილებებით დაბრუნდებიან. მოლაპარაკების მაგიდასთან მასშტაბზე ამ წუთებში კეთდება მხარეების მხრიდან განცხადებები შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით და ოდნავ მოგვიანებით გახდება ყოველთვის ცნობილი თუ მიაღწიეს თუ არა კიდევ ტყვეების გაცვლის გარდა რამე სხვა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ. მადლობა, ეს ლიკა ალელიშვილი იყო. სტამბოლის მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთზე უკრაინა მასშტაბური იერიში მიიტანა ობობის ქსელი იყო სახელწოდება ოპერაციის. პირველი სამიზნე გახდა ავიაბაზა ციმბირის ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 4000 კილომეტრში. ირკუტსკის, მურმანსკის და რიაზანის ოლქებში აეროდრომებზე დაზიანებულია 51 სამხედრო თვითმფრინავი. მათ შორის სტრატეგიული გამანადგურებლები, რაც უკრაინული მხარის განცხადებით რუსეთის სამხედრო ავიაციის სრული პოტენციალის 34%-ია. მათივე ინფორმაციით დრონები ირკუტსკში სატვირთო მანქანებით ჩუმად შეიტანა. უკრაინული მედიის მონაცემებით დრონები რუსეთის სატელეკომუნიკაციო ქსელით იმართებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ოპერაციის მომზადებას წელიწად ნახევარზე მეტი დასჭირდა. მოსკოვმა მომხდარს ტერაქტების სერია უწოდა.
готували операцію бій. მზადება წელიწად ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაგეგმვა, ორგანიზება, ყველა დეტალი იდეალურად იყო შესრულებული. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაციაა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენი საოპერაციო ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე FSB-ს შტაბ-ბინის გვერდით მდებარეობდა. ჩვენი პერსონალი მუშაობდა რუსეთის რამდენიმე რეგიონში, სამ განსხვავებულ დროის სარტყელში. ადამიანები, ვინც გვეხმარებოდნენ ოპერაციამდე, გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ის, რაც მე წელიწად ნახევრის წინ დავუკვეთე, ხორციელდება და რუსებს 40-ზე მეტი სტრატეგიული ავიაციის ერთეულს ართმევს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის მოყოლა არ შეიძლება, თუმცა უკრაინის ეს მოქმედება ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა. და საქართველოს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს პირველი გასვლით ისხდომა გამართა დეპუტატები ხონში ყოფილ მე-13 სასჯელახსრობის დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, შენობა ამჟამად არ ფუნქციონირებს. როგორც კომისიის წევრებმა გამარტას დახურული საპატიმრო აჩვენებს, რა პირობებში იყვნენ მსჯავრდებულები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მათივე თქმით, ხონის დაწესებულება გამოირჩეოდა პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობით. მზაობშალ შედარებითი მოსმენილი არის გაგეთებული არმატურებით ისიყო იმათი აი ეს ხა ადამიანები იყო 700 პატიმარზე 750 მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულება და იყო მომენტი, როდესაც 1000 გადაცდებოდა ის რა ქვია რაოდენობა მსჯავრდებულების და ამის გამო გარეუწევდათ ის რა ქვია დასვენება. ანუ დაძინება. აი დაახლოებით აქ სადაც თუ 30-40 მეტრში ასე ტერიტორიაზე იყო განლაგებული ისინი, მაგათ ისინი საწოლები. როდესაც შორდებული ვერ ისვენებს, ანუ ღიაცის ქვეშ არის, ეს ცოტა ძიმე პირობაა, რა თქმა უნდა, კი. როდესაც იმ პერიოდის სასჯელახსრულების სისტემაში არსებულ სისტემურ დანაშაულებს იძიებ, რა თქმა უნდა, ეს შენი თვალით უნდა გქონდეს ნანახი. ჩვენ ნახეთ კარცერების ის სისტემა, რომელიც როგორც ყოფილმა ერთ-ერთმა აკმყოფმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია, თქვა, ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორც იყო 2007-2008-2009 წლებში. ჩვენ კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, იმიტომ რომ ყველანაირი კავშირი გარესამყაროსთან ჰქონდათ აკრძალული და დაკარგული. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს ჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მოპყრობის და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე. წარმოვიდგენთ რა პირობებში იყვნენ ადამიანები. ძალიან ბევრი ადამიანი შინით რომ ვერეტეოდნენ, ეზოში იდგა კარვები, ეს მარტო იქ არ იყო, იგივე იყო გეგუთში, იგივე იყო რუსთავშიც, იგივე იყო ქსანში განსაკუთრებით, სადაც კარვებში იყვნენ პატიმრები დამატებით 1 კვადრატულ მეტრზე შეიძლება ყოფილიყო 2 პატიმარი, ანუ 4-6 კვადრატული მეტრის საკანში, რომელშიც არ იყო ჰაერის მოძრაობა აბსოლუტურად, იყო 7-8-10 პატიმარიც შეიძლება ყოფილიყო. ამას დავუმატეთ ცემა, წამება, ამას დავუმატეთ გაუსაძლისი ოზომის სასჯელები, როცა პატარა დანაშაულზე შეიძლება მიესაჯათ 15-20 წელი და წარმოიდგენთ ადამიანების მდგომარეობა. ნიკამელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა საფუძველი მოსამართლისთვის წყლის შესხმა გახდა. მუხლი, რასაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ედავებიან სისხლის სამართლის სფეროა და სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. სასჯელი არის ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, პატიმრობა 1 წლამდე ვადით. ნიკამელია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისში ასხა. ეს იყო პირველი სხდომა, მას შემდეგ რაც პოლიტიკოსი დააკავეს. აღნიშნული მოსამართლე დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შესახებ საქმეს განიხილავს. ეს საქმეც სისხლის სამართლის სფეროა. სასამართლოს სხდომამდე 1 დღით ადრე პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. რაც შეეხება მოსამართლის წინაშე მის ქცევას, მე ვფიქრობ, რომ სასამართლო და მოსამართლეები უნდა იყვნენ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცულები, ვინაიდან როგორც ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთს და მათ შორის ბატონ ნიკამელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია და ამას რა თქმა უნდა კარგად შესწავლა
და კიდევ უფრო მაღალი დონის სტანდარტების დაწესება სავარაუდოდ სჭირდება. რაიმე კრიმინალს ვერ ხედავ, თავად ეს კაცი არის კრიმინალი და რამენაირად აიტანოს წყლის შესხმა. ნიკა მელიას ადგილზე რო ყოფილიყავი, მეც იგივეს გავაკეთებდი. დაწყება თქვენ გამო არ არის მოსამართლე, ეს არ არის სასამართლო და შესაბამისად ადამიანი რომელიც ესე თვალის დაუხამხამებლად უშვებს პოლიტიკური დაკვეთით სხვა ციხეში, წყლის შესხმაზე მეც იმსახურებს. ისი საქციელი ქმედებები, რა თქმა უნდა, არის არაადეკვატური და ისიც, რა თქმა უნდა, წარმომადგენელია იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც იმართება გარედან. ამ ტიპის ქმედებები მოსამართლეს წყალი შეასხა, მიხვიდე ვიღაცას აგინო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო და ამას ახალისებდე და ტას უკრავდე, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ძალადობას ყოველთვის მოყვება ძალადობა. ასევე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არის საქმე აღძრული. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკოსი დღეს სასამართლოში არ მივიდა, რის გამოც პროცესი გადაიდო. სხდომა 13 ივნისს დაინიშნა. იქამდე 7 ივნისს იწურება შეფერდებული გირაოს ვადა. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარის გადახდა დაეკისრა. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი გირაოს გადახდას ნიკა მელიას მსგავსად არ აპირებს. იმყოფებოდა შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან, რომელიც ვერ დასრულდა დროულად და შესაბამისად მან ვერ შეძლო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება. გირაოს გადახდის გადაწევა და გადის 7 ივნისს, შესაბამისად 13 ივნისს მოსალოდნელია, რომ პროკურატურამ მოითხოვოს მის მიმართ აღკვეთ ღონისძიების შეცვლა პატიმრობით. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც აზრის ყველასთან არის ერთი და იგივე. ეს არის მათი არჩევანი, ამის შემდეგ სასამართლოს სხვა აღარაფერი რჩება თუ არა დამძიმება აღკვეთი ღონისძიების და დამძიმება არის პატიმრობა ამ შემთხვევაში. სავარაუდოდ იგივე იქნება გამოყენებული. 4 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაძაბულობა იმატებს ერთადერთი ბარიერ გადალახული პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო პოზიციაში ჯერ კიდევ არ აფიქსირებდა, უკვე მიანიშნებს, რომ მარათონში დიდი ალბათობით ჩაერთვება. ლელოს გენერალურმა მდივარმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმა არ შეიძლება და ამ საკითხზე მსჯელობა არის საჭირო. ის, რაც მამუკა ხაზარაძის გუნდისთვის განხილვისაგანია, დანაშაულია ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებებისთვის. იმის გარდა, რომ სააკაშვილის და გვარამიას პარტიები გამორიცხავენ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას, აგრიტიკებენ მათ, ვინც ოქტომბრის კენჭისყრას შესაძლებლობად განიხილავენ. ასეთია გიორგი გახარიას პარტია და ახლა უკვე ლელო. 2021 წელს შევძელით და წავართვით 10-ზე მეტი ქალაქი. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივ უარესობს, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ. და ეს ხო, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება ეხლა მე ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების ხედან სხვადასხვა ეთერში და ამბობენ რომ ეხლა თბილისს თურმე წავართვეთ რაღაცას ღაპრებს ყვებია. სანამ გახარიას პარტია იყოდა რომ არჩევნებში შევა, რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი რომ გახარია გარიგდა კონკრეტული სარგებლის გამო. ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის. ერთი, მეორე, ისინი უკვე ამბობენ რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ, არ მინდა დაუშვა რომ სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია მაგალითად ლელოც გარიგდება მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მაგას ნახავთ ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მასშტაბის პროექტები დედაქალაქში რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მე არ მახსოვს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დამსახურება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს. კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხის პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ რაც შეეხება ქართულ ოცნებას დაწყებული გვაქვს მზადება საარჩევნოდ, არის უამრავი გამოწვევები დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, ხო, ეს არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არის სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები, თუმცა წლების წინ ეს იყო ნაციონალურ მოძრაობაში აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომ გავიაროთ ინდივიდუალურად ვინ არის და რა წარსულის მქონია, მივდივართ ისევ ნაციონალურ მოძრაობასთან და იმ ბინძურ და კრიმინალურ რეჟიმთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში და იმ ბოროტებასთან რაც ხდებოდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციამ თავისივე ხელით უარყო თავისი ამორჩევლის არჩევანი და გარე კარნახს გაყვადა ქვეყანაში ამ დესტრუქციის, ასე ვთქვათ,
წახალისებას და ამ დესტრუქციულ ქმედებებს უწყობს ხელს. დღეს სწორედ ამ გაჭირვებაში არიციან მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. რაღაცა ნაწილი მიიღებს, რაღაცა ნაწილი არ მიიღებს. ამას ჩვენთვის პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა არანაირად არ აქვს. უკვე მესამე დღეა ქვეყანაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მოქმედებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან რეგისტრაციისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დარეგისტრირებას არ აპირებს. კრიტიკულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრშიც. მართულ გუნდში კი ისევ აცხადებენ, რომ ამერიკული ფარას ქართული ანალოგის მიზანი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისგებელი ანტიკორუფციული ბიუროა. ცხადად და ერთმნიშვნელოვნად არ დავემორჩილებით ამ კანონს. ეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს თითქოს განსაზღვრული. ეს არის ცალსახად რეპრესიებისკენ მიმართული კანონი. ეს არის ბოროტება საგარეო პოლიტიკური კუთხიდან, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს ოფიციალურად და ღიად, როგორც ყველამ ძალიან კარგად იცის, უდიდეს დარტყმას აყენებს და უკვე მიაყენა. ეს ახალი კანონმდებლობა ქართულ პოლიტიკაში გააჩენს მეტ გამჭვირვალობას და მეტ პასუხისგებლობას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სრული პასუხისგებლობით მოეკიდებიან ამ საკითხს და ნაცვლად იმისა, რომ 1000 მანქანებით გაექცნენ საქართველოს კანონმდებლობას, პირიქით ყველას აჩვენებენ სათანადო მაგალითს საქართველოს კანონმდებლობის პატივისცემის. რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს არის მცდელობა სირაქნემას პოზიციაში დარჩენის და იმის, რომ ქვეყანაში არსებობდეს შესაძლებლობა კვლავ გაუმჭვირვალე ფულით საარჩევნო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი პროცესების და ინსტიტუტების შერყევის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია და პირიქით ყველას ურჩევთ, რომ ნაცვლად მსგავსი რაღაც გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისა დავსხდეთ ერთად და ერთად ვიმსჯელოთ ამ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემის აღმოფხვრაზე. იმიტომ რომ კანონი არსებობს, იმიტომ რომ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა არსებობს და სანამ ეს პრობლემა იარსებებს, რა თქმა უნდა, ამან მსგავსი კანონმდებლობის საჭიროება და აუცილებლობა ყოველთვის იქნება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ გამჭვირვალობა იყოს რამენაირად დემოკრატიისა და თავისუფლების მტერი. გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფარული საქმიანობის მტერი. ამიტომ ვისაც სურს საქართველოში ფარული გზებით ფერადი რევოლუციებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, რა თქმა უნდა, მათთვის ეს კანონი მიუღებელია და გამჭვირვალობა დემოკრატიის სახელით დღეს შერაცხული არის რუსულ და ანტიდემოკრატიულ მოვლენად. ამიტომ აქ ჩვენ ხედავთ ორმაგ სტანდარტსაც და საერთოდ ელემენტარული სტანდარტების უარყოფასაც. ჩვენ რა თქმა უნდა დავრჩებით ჩვენ პოზიციაზე, რომ როგორც ქვეყანაში ყველა საქმე, ყველა საბიუჯეტო თანხა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ასევე უნდა იყოს ყველა სხვა თანხაც ბოლომდე გამჭვირვალე. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, აღმასრულებელ დირექტორს და საქართველოში მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო. მხარეებმა თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი 27 ივნისს მოისმენს. ირაკლი კობახიძის მოხსენება წერილობითი ფორმით საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა. პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. რეგლამენტი კითხვების დასმას და დეპუტატების სიტყვით გამოსვლებსაც ითვალისწინებს. საზოგადოება ამ დღეს მოისმენს ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე თუ მიღწევებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ გადალახა, მათ შორის რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი იქნება ეკონომიკურ წინსვლაზე. რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ურთიერთობებზე და საკითხებზე, იმ პოლიტიკურ გამოწვევებზე და ბატალიებზე, რომელიც ქვეყანაში არის, იმ დაძლეულ, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილ კრიზისებზე, სოციალურ პოლიტიკაზე და იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, გადაწყვეტილების შესახებ ლევან გალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო. თანამდებობა მინდა მადლობა გადაუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შეხვდი ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება, წერს ლევან გალობლიშვილი.
საქალაქო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა აქციების დროს დაპატიმრებულ გურამ ხუდაშვილს და დანიელ მუმლაძეს. ახალგაზრდებს 112 სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით ზიანმა 12,000 ლარს გადააჭარბა. ბრალდებულები, რომლებიც დანაშაულს აღიარებდნენ, მზად იყვნენ თანხა აენაზღაურებინათ. მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდათ, თუმცა პროკურატურამ ამაზე უარი განაცხადა. ხუთი პირი დააკავა პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით, მათ შორის 4 არის რეალიზატორი. გამოძიების ინფორმაციით ისინი ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. პოლიციამ უკანონო ნივთიერება საკონტროლოდ რამდენჯერმე შეიძინა და ფაქტი ფარულად ჩაწერა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი. დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება, ბუპრენორფინი, ჰეროინი, კოკაინი და ალფა-პვპ. დაკავებულებს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების ფაქტებზე წარედგინათ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო კახეთის პოლიციამაც, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე სამართალდამცველებმა ამოიღეს მეტადონი, მეფედრონი და ტეტრაჰიდროკაბანინოლი. 24 წლის ქალს 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. ნაწილობრივ ეთანხმება ბრალს, არ ეთანხმება გარკვეულ ბრალის ფორმულირებას, გარკვეულ მუხლებს და სწორედ მისი ეს გულწრფელი აღიარება, რაც მან დააშავა, აი იქიდან გამომდინარე დაცვის მხარე ვითხოვა გირაოს გამოყენება და ასევე დავასაბუთეთ, რომ ის ნამდვილად არ შეუშლიდა გამოძიებას ხელს და პირიქით ითანამშრომლებდა და უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიდა სამართალდამცავ ორგანოებს. სულად დააკმაყოფილა ბრალდების ხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის და მათი რეალიზაციის ცდილობის ბრალდებასთან დაკავშირებით და ბრალდებულ საქმეს ღონისძიების სახით შეუხარდა პატიმრობა. საქმეში არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ისე მტკიცებულების განადგურების საფრთხე, ასევე ბრალდებულის მხრიდან მიმავლის საფრთხე. ამას ადასტურებდა ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც ამოღებული იქნა სისხლისავართ საქმეში გამოძიების უმეტესობას. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევა, მათ შორის არიან ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, პაკისტანის და ერაყის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ. კაროლ ნავროცკის პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს, მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს. მოუთმელად ველი თქვენთან აყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გამტკიცებას, რის იმედსაც ჩვენ შორის არსებული ღირებულებითი თანხმედრა მაძლევს, წერს მიხელ ყაველაშვილი. პოლონეთის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვუსურვებმა წარმატებას პოლონეთის უწყვეტი განვითარების კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე. საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში, დაწერა ირაკლი კობახიძემ ტვიტერზე. პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ყავს. მეორე ტურის შედეგებით გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა კონსერვატორმა კაროლ ნავროცკი მოიპოვა. მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის წევრმა მმართველი გუნდის კანდიდატს და ვარშავის ბლოკ მედბერს 2%-ით აჯობა. ეგზიტ პოლები და ცესკოს მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა. ეგზიტ პოლით გამარჯვებული იყო მმართველი პარტიის კანდიდატი, რომელმაც გუშინ გამარჯვებას შედეგების გამოცხადებამდე იზეიმა. ცესკოს მონაცემებით კი სურათი დაახლოებით 300,000 ხმამ შეცვალა.
ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გააზიარა, სადაც წერია, რომ ჯო ბაიდენი 2020 წელს სიკვდილით დასაჯეს, მის მაგივრად კი კლონი ან რობოტი გამოიყენეს. ბაიდენი არ არსებობს 2020 წელს ის სიკვდილით დასაჯეს, ხედავთ ბაიდენის კლონებს, ორეულებს და რობოტებს, რომლებიც უსულო და უგონო არსებები არიან, დემოკრატები განსხვავებას ვერ ხედავენ, წერია პოსტში, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი აზიარებს. ტერორისტული აქტი კოლორადოში მამაკაცმა, რომელიც პროპალესტინურ გზავნილებს ყუროდა აქციის მონაწილეებს, აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები ესროლა. ისრაელის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილეები ჰამასის მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაშავდა 6 ადამიანი, თავდამსხმელი დაკავებულია. ჩინეთი აცხადებს, რომ ამერიკამ საოჭრო ზავი დაარღვია. ოფიციალური პეკინი ამბობს, რომ საკუთარ ინტერესებს მკაცრი ზომებით დაიცავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჟენევაში დადებული ზავის პირობებით, ამერიკამ ჩინეთისთვის ტარიფები 145-დან 30%-მდე შეამცირა, ჩინეთმა კი ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფი 125-დან 10%-მდე დაწია. საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, ღაზაში ისრაელი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს განაგრძობს. ბოლო 24 საათშიც ახალი იერიში 54 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. მედიცინობით ღამე დაიბომბა და განადგურდა ღაზაში მდებარე დიალიზის ერთადერთი ცენტრი. სახელმწიფო ცეცხლი ღაზაში მაშინ გახსნა, როდესაც ერთ-ერთ ჰუმანიტარული პუნქტიდან მოსახლეობა საკვების გამოტანას ცდილობდა. დაიღუპა 17 ადამიანი. მოხდარი გაე, რომ დაგმო ისრაელი ამ ფაქტებს უარყოფს. იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა და 1 კილომეტრის სიმაღლეზე ფერფლს და კვამს უშვებს. მედიის ცნობით, ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობენ. ფაქტი სამსახველი კადრები სოციალური ქსელებით ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განგაშის დონე წითელი გამოაცხადა. აკვლავ საქართველოს თელავის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ჰიდროელექტროსადგური მდინარე სტორზე მდებარეობს. ოფიციალური ინფორმაციით სამუშაოებზე დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი. ექსპლუატაციის ეტაპზე კი პერსონალი ადგილობრივი კადრები დაკომპლექტდება. აღნიშნული მშენებლობა გახლავთ 33 მეგავატიანი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ მას შემდგომდაც არსებული პროექტი ექსპლუატაციაში შევა. ჩვენი ელექტროენერგეტიკული სისტემას და ჯამურ დადგმულ-სიმძლავრეს დამატებით შეემატება 33 მეგავატი. აღნიშნული პროექტის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კილოვატ-საათი, რომელიც ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შეემატება, პირდაპირ დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ არსებულ საპროექტო სამშენებლო სამუშაოებში ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მაცხოვრებლები. გამომუშავება არის 156 მილიონი კილოვატ-საათი. განხორციელებული ინვესტიცია გახლავთ 65 მილიონ დოლარამდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰიდროსადგური არის აშენებული აბსოლუტურად ყველა ტექნოლოგიის დაცვით. ძალიან კარგი კომპანია არის, სხვათა შორის დასაქმებული ხალხი ყველაფერი დალაგებული აქვს. ხელფასთან დაწყებული ყველაფერი დახმარება სოფელს და ბევრი რამე გავგეკეთა. თბილისში ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ამ დროისთვის ჯორჯ ვოთერ პაუერი წყალარინების ქსელს ცვლის, გამგეობა კი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს. გზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ 600.000 ლარი არის გამოყოფილი, გამწვანებისთვის კი 3 მილიონი დაიხარჯება. მერის ინფორმაციით პროექტების დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება. პირველი რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რომელიც იყო ამორტიზირებული ავარიულ მდგომარეობაში და პირველ რიგში საფრთხეს და პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი კორპუსების დიდ ნაწილს წყალი შედიოდა სარდაფებში და ეს პრობლემას წარმოადგენდა. მთლიანად იქნება ყველაფერი მოწესრიგებული. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის პარალელში ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები.
ეს შემოღობები რაც არის უკანონო ყველაფერი იქნება მოხსნილი და მოეწყობა სკვერები. გამგეობის მიერ დაახლოებით 15000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდება ასფალტის საფარი, ასევე შესაბამისი პროვაიდერების მიერ არსებული კაბელების მიწისქვეშ განთავსება განხორციელდება. ამ ეტაპზე ასევე წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია განახლება მიმდინარეობს შესაბამისი კომპანიის მიერ და დაახლოებით პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული არის სექტემბრის თვე. ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასე ქვია ფორუმს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივით თბილისში იმართება, შედგა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ახლად შექმნილი კომისიის პრეზენტაცია, აქცენტი გაკეთდა თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. როგორც სოციალური მას შემდეგ რაც პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხების კომისია, ხოლო მუნიციპალიტეტებში იდენტური საბჭოები ჩამოყალიბდა, მნიშვნელოვანი არის კოორდინაცია, მათ შორის იმ სიახლეების და ახალი ტენდენციების გაცნობა, რომლითაც მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ საუკეთესო პოლიტიკა ჩამოაყალიბონ ქალთა და ბავშვთა მიმართულებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ის რომ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე გაერთიანებული და ერთიანი სისტემით მოხდება მუშაობა, მათ შორის ოჯახის გაძლიერებაზე და დემოგრაფიის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად გვექნება სტრატეგიული პრიორიტეტები. ამ წლის პრიორიტეტს ბავშვთა მიმართულებით წარმოადგენს ციფრულ სამყაროში ბავშვთა უფლებების დაცვა, ასევე ქალთა პოლიტიკური გაძლიერება. ეს არის კურიერი 6 საათზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ბათუმში გასვლეთის სხდომა გამართა პარლამენტის კულტურის კომიტეტმა. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ იუნესკოს მიერ ბათუმისთვის მუსიკის ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა, განიხილეს ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსების საკითხიც. ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხების შესახებ, აქტუალური პრობლემების შესახებ და ვფიქრობ, რომ კომიტეტის სხდომა იყო შედეგიანი, იყო პროდუქტიული. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მოწვეულ სტუმარს, ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ბათუმის მუსიკის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში მოვისმინეთ და ვისაუბრეთ ამ ორგანიზაციის ირგვლივ არსებული საკითხების თაობაზე და მისასალმებელია, რომ გასვლითი კომიტეტი იყო პროდუქტიული და შედეგიანი. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რა თქმა უნდა, კულტურული ბათუმი, მუსიკალური ბათუმი, რომელიც 2021 წელს შევიდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ნუსხაში და რომლის განვითარების და ასე ვთქვათ, შემდგომი განვითარების გეგმა კიდევ უფრო მეტად დასახვეწია და რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ბათუმს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი შემდეგი განვითარების სხვადასხვა მიმართულებით. ტყვის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალისტებმა წყლის სინჯები აიღეს, ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ნიმუშები გაიგზავნა ლაბორატორიაშიც. ტყვის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალისტების მიერ მდინარე მტკვარზე აღებული იქნა წყლის სინჯები. ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული, არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები განისაზღვრება გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით. აზერ ფაროსანესთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრები გამართეს, გაეცნენ მონიტორინგის შედეგებს, იმშელეს ერთობლივ ღონისძიებებზეც. სურსათის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრის შედეგად განვიხილეთ მიმდინარე წელს ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების ღონისძიებები. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული ტექნიკითა და რესურსით გეგმავთ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებს. გრძელდება აქტიური ღონისძიებები ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ. დღეს ხობის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა სამუშაო თათბირი, სადაც დეტალურად იქნა განხილული ფაროსანასთან ბრძოლის საკითხები. ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში მდებარე სკვერს ქართველი ექიმის იოსებ ჟორდანიას სახელი მიენიჭა. ცერემონიას აკრებლოს თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იოსებ ჟორდანია ქვეყანაში რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებელია.
გაიხსნა იოსებ ჟორდანიას სახელობის სკვერი თბილისში, ჩვენ დედაქალაქში, იმიტომ რომ სწორედ იოსებ ჟორდანიას სახელთან არის დაკავშირებული ბავშვთა საკითხები, რეპროდუქტოლოგია და ის იყო ამ თავისივე სკოლის დამაარსებელი და აქ არიან შეკრებილი ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იცნობდნენ ბატონ იოსებს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა და მისი ღვაწლი სწორედ ამ სკვერის გახსნით კიდევ უკტავყოფს მის სახელს. იცით ყველამ რომ იოსებ ჟორდანიას მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყო ბავშვებთან. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთი პიროვნებების ღვაწლი, როგორც არის იოსებ ჟორდანია, არ დარჩეს დაუფასებელი და ჩვენ საკრებულომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანებთ მისი ღვაწლის დაფასებაში და მის სახელის უკდავყოფაში. სამხედრო გაწევისა და რეკრუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს. თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებში არის შესაძლებელი. ოფიციალური ინფორმაციით გაწეულ პირთა ნახევარზე მეტი საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელია. მომეწონა იქაური პირობები ძალიან კმაყოფილი დაუბრუნდი ოჯახში. ყველა ქართველს ვუსურვებ მოეხადოს ღირსეულად სამშობლოს ვალი. ეს ნაბიჯი არ არის მხოლოდ მათი არჩევანი. ის მოდის ოჯახებიდან, სადაც ბავშვობიდანვე ასწავლიან ღირსებას, პატივისცემას და იმ ღირებულებების დაცვას, რაც ამ ქვეყანას აერთიანებს. მშობლებს გადაეცათ სააგენტოს დირექტორის მადლობის წერილები პატივისცემის ნიშნად. ამ მნიშვნელოვან პერიოდში მათი მხარდაჭერისა და ოჯახური ძალისხმევისთვის. პროექტ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამარჯვებული თბილისის 64 საჯარო სკოლა გახდა. ფინალურ თამაში 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილებზე გასული სკოლების მოსწავლეები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. პროექტს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ატარებს. პროექტი განხორციელდა უკვე წელს მე-10-ით, საიუბილეო პროექტი გახლავთ და მისი ჩატარება შესაძლებელი გახდა საქართველოს ინტელექტუალური კლუბის რასადროდის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ორი სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მეცნიერების განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ვთვლით, რომ ეს გამარჯვება გვეკუთვნის, ანუ ეს მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ და მიგვაჩნია, რომ ესეც უნდა მომხდარიყო, ასე რომ ვთქვათ. მე ვთვლი, რომ ესეთი პროექტები აუცილებელიც კია და წელიწადში რამდენჯერმეც უნდა ტარდებოდეს, რადგან ეს აძლევს ადამიანს მოტივაციას, რომ გაიღრმავოს ცოდნა ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. გაიხსნა სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. მაყურებელმა ბორჯომის თეატრის სპექტაკლი უსახელო ვარსკვლავი ინახა. ჩატარდება მასტერკლასებიც, ღონისძიება 8 ივნისს დაიხურება. წელს იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი 8 ქართული და 4 უცხოური სპექტაკლი. უცხოური დასები არიან რუმინეთიდან, ემირატებიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება მასტერკლასები და საჯარო ლექციები, რაც ამ ფესტივალისთვის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით მაქსიმალურად თეატრებს, რომ მათ თავიანთი საჭიროებებისთვის განივითარონ თავიანთი თავი. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს ფესტივალი არის თეატრალური საწყისების ძიებაში დაბრუნების ფესტივალი. საქართველოს კულტურის სამინისტროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაფუძნდა სიღნაღის თეატრალური ფესტივალი, რომელიც პირველი წლის შემდეგ უკვე გახდა საერთაშორისო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო მეტი რეგიონი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ერთვება ფესტივალში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის მხარდაჭერა, როგორც სამინისტროდან, ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან. მინდა დიდი მადლობა უთხრა კულტურის სამინისტროს, პირადად ქალბატონ მინისტრს, ასევე იმ გუნდს, რომელმაც ამ თეატრალურ ფესტივალს ჩაუყარა საფუძველიც. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ბატონ დავით სონღულაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს აწუყვე, რომლის ინიციატივით და რომლის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი შრომით დაფუძნდა და შეიქმნა ეს ფესტივალი და მინდა რომ მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მათთაგანს და წარმატებები უსურვოს სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს. ასეთი იყო კურიერი 6 საათზე დღის ყველა ამბავი. რცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი 2 ჯიზე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.